რო ატეხავთ ხოლმე პანიკას და არაცლით გამოძიებს, გამოიძია ადამიანმა გამოვიდა თქვა. ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი. გავიგე, ეგ არის იგივე ცრემსადენი გაზის აქტიური ინგრედიენტი და თუ იყო კრისტალურ ფორმაში იმპორტირებული, შეიძლება ქონოდა კოდი 34-39, კი ბატონო. გამხსნელ ნივთიერება ქლოროტრიქლორეთილენთან ერთად. აჰა, აი ეს გამხსნელი საინტერესო. გამოყენებული იქნა ნივთიერება ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება პრომილენ გლიკოლის ხსნარი. აი უკვე ვერ გავიგე, ჯერ ესეთი პრომილე არა, პრომილებით იზომება ალკოჰოლის რაოდენობა სისხლში, ეგ არის პროპილენგლიკოლი და კი ბატონო შეიძლება გამოყენებული იქნას ცრემსადენი გაზის გამხსნელად, რადგან ნაკლებად ტოქსიკურია, მაგრამ ტრიქლოეთანოლს რაბედი ეწია, ანუ რამდენიც შეისყიდეთ, იმდენი გაქვთ, არ გამოგიყენებიათ, რადგან ეგ არის სამრეწველო გამხსნელი, მაგის გამოყენება ამ შემთხვევაში კატეგორიულად დაუშრებელია, რადგან არის ტოქსიკური, კარცინოგენული და გარემოსთვის მავნე ნივთიერება. ის მოქმედებს როგორც ძლიერი ნეიროტოქსინი და შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი ჯანმრთელობისთვის ინჰალაციის ან კონტაქტის დროს, რაც გაცილებით აღემატება ცრემსადენი გაზით გამოწვეული დროებით გაღიზიანებას. მისმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლისა და თირკმელის დაზიანება, ნევროლოგიური პრობლემები და კიბოს გაზრდილი რისკი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეგ გამოიყენეთ თუ არა.